ერთ-ერთი მთავარი თქვათ შემოტევა რის გამოც ხშირად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკრიტიკებდა ოპოზიცია გასული არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩატარდა არჩევნები, ეს იყო რომ ბიულეტენმა გაჟონვა, ხო? თუ არ ვიცი რა ქვია მას, გაჟონვას ასახელებდნენ, ხო? ახლა რომ აი ამ არჩევნებზე ეს თემა არ იყოს, თქვათ სალაპარაკო, რამე ზომები თუ მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და რას აკეთებს? მადლობა ვახო რომ შეეხეთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს საკითხი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უაპელაციოდ წარმოაჩინეს სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა იმდაგვარად, რომ თითქოს ეს იყო რაღაც გაყალბების ერთ-ერთი და მთავარი საფუძველი, მაშინ როდესაც არანაირი მტკიცებულებაა, რომ ვინმე თუნდაც ერთი ადამიანის ხმა იყო იდენტიფიცირებული და სადმე ფარულობა დაირღვა. ამ ყველაფერმა გაიარა საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტანციები, ამ ყველაფერმა გაიარა სასამართლო ინსტანციები, ამ ყველაფერთან დაკავშირებით არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა, მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ამ საკითხთან, სხვა ყველა იმ ბრალდებასთან მიმართებაში, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ იქნა, ესე ვთქვათ, манипуляციურად პირდაპირ ვთქვათ, წარმოჩენილი იმისთვის, რომ შექმნილი იყო აღქმა საზოგადოებაში, რომ თითქოს არჩევნები გაყალდა და უკვე 5 თვე გავიდა არჩევნების შეჯამები და არჩევნების ჩატარებიდან და დღევანდელ დღემდე გვესმის მხოლოდ ესე ზედაპირულად ბრალდებები, რომ თითქოს რაღაც გაყავდა, თითქოს რაღაც ფარულობა დაირღვა, გაჟონა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაშინ როდესაც არანაირი მტკიცებულება საგამოძიებო ორგანოში არ ყოფილა, იმიტომ რომ გაყალბება არის ძალიან მძიმე ბრალდება და ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არის და ესე აქ უდანაშაულობის პრეზუმპცია არის და მთელი რიგი საკითხები შემოდის, რომელიც არავის აძლევს იმის უფლებას, რომ ესე უაპელაციოდ, ესე უსაფუძვლოდ ყოველივე მტკიცებულებების გარეშე დააბრალოს ვინმეს დამხელა ინსტიტუციას და საუბარი არის 54,000 ადამიანზე, რომელმაც ადმინისტრირება გაუწია ამ პროცესს და რატომ საუბრობ 54,000, იმიტომ რომ იქ არიან ნახევარი თითქმის, ნახევარზე მეტი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები იყვნენ, რომლებთაც შემაჯამებელ ოქმებში, იგივე განსხვავებული აზრებში არ დაუფიქსირებიათ იქ რაიმე ისეთი არსებითი პრობლემები, რომელსაც შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ შედეგზე, ან ზოგადად პროცესზე, ისევე როგორც დაუბრუნდები ეუთო ოდირს, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ის ინსტიტუტი არის, რომელთა საქმიანობაზე დადებითად არის საუბარი, მათ შორის კენჭისყრის დღის ადმინისტრირების ნაწილში. მე გულწრფელად გეტყვით, იქ საუბარი არის დარღვევებზე, იქ საუბარი არის გარკვეულ მიგნებებზე, წუხილებზე, მაგრამ ეს არის ეუთო ოდირის დასკვნა ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელიც არ უნდა აიყოთ, ამას ჩვენ იქ ვნახავთ. ახლა ეს არის ჩვეულებრივ პროცესის თამდევი ნაწილი, როდესაც ასეთი დიდი ადამიანური ფაქტორი და მასშტაბი არის პროცესში მონაწილე, ეს რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ეს დარღვევები არ იყოს არსებითი ხასიათის და მას არ კონდეს პროცესზე, შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ეს არის დამიშალებული. რა თქმა უნდა, დიახ, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუტი, რომელმაც მე პირადად გენერალურ პროკურატურას მივმართე წერილობით, იმიტომ რომ გვესმოდა ბრალდებები, მაგრამ ამ ბრალდებების მიღმა არ იყო არანაირი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა, ახსნიდა დაადგენდა ჭეშმარიტებას და ჩვენ რა თქმა უნდა შუალედური ანგარიში იყო რამდენადაც ცნობილია იყო შუალედური ანგარიში პროკურატურის იქ იყო საუბარი იმაზე რომ არანაირი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი და ჩვენ ახლა გვესმის კარგად რომ ეს არის გარკვეული აღქმების ჩამოყალიბების მცდელობა და გარკვეულწილად ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა ერთი რომ დისკრედიტის ინსტიტუცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ლეგიტიმაცია და შედეგები გასული წლის არჩევნები და ამით იმავდროულად დარტყმის ქვეშ მოექცა თვითმმართველობის არჩევნები, რომ თითქოს ის, რომ წინ არჩევნებზე რაღაც მოხდა და რაღაც სასწაული ჩაატარა ინსტიტუციამ და ამის გაგრძელება ეს რომ აღარ იყოს, მოკლედ, სალაპარაკო ამოწურვანი არის გამჭვირვალე საქმიანობა და ვერავინ იტყვის იმას, რომ რომელიმე ჩვენი მოქმედება, რომელიმე ჩვენი ნაბიჯი იყო დახურულ კარს მიღმა. პირდაპირ მნიშვნელობითაც და არაპირდაპირ მნიშვნელობით. რას ნიშნავს ეს? ის მთელი გასულ წლის განმავლობაში
ჩვენ შექმნილი ქონდა მთელი სამუშაო პლატფორმები, სადაც ჩართულ მხარეებთან ერთად განვიხილავდით ამ საკითხებს და თუ კი ვინმეს რაიმე წუხილი ქონდა, რეკომენდაცია ქონდა, მოსაზრება ქონდა, ამას ვითვალისწინებდით. ესე არის ახლა ცოტა ხნის წინ მე მქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა, იქაც ვისაუბრეთ იმაზე, მათ მივაწოდე განახლებული ინფორმაცია მიმდინარე სამზადისთან მიმართებაში, მათ შორის თუ რაიმე იყო გამოკვეთილი რეკომენდაციები, წუხილები და ასე შემდეგ, ჩვენ მზადა ვართ, ვიყავით, ვართ, მომავალში ძღია ვართ, ასეთი ნებისმიერი ჯანსაღი კონსტრუქციული ფორმის თანამშრომლობაზე. და მათ შორის ამ შეხვედრაზე ჩვენ და ჩვენი სამზადისის ერთ-ერთი ნაწილი არის, რომ მიმდინარე წელს არაერთი სამართლებრივი ცვლილება კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, უფლებაუცილების ფარგლებში მივიღეთ CESCO-ს შესაბამის სამართლებრივ აქტებში, დადგენილებებში, განკარგულებებში, რომლითაც გარკვეულწილად გამოვეხმაურეთ გასული წლის არჩევნებზე გამოკვეთილ საკითხებს. ეს იყო ტექნიკური, პროცედურული, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მათ შორის თქვენს მიერ დასახელებულ საკითხს. ამ საკითხს გამოვეხმაურეთ, იმიტომ კი არა, რომ ის პრობლემური იყო და რეალურად რაიმე პრობლემას ჰქონდა ადგილი და რეალურად რაიმე ფარულობა დაირღვა. არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ამ საკითხის სპეკულაციურად წარმოწევა და წამოჭრა უზრუნველყო, მათ შორის იმ პირთა მონაწილეობით, რომლებმაც ასევე კანონსაწინააღმდეგოდ კენჭისყრის დღეს უზრუნველყვეს მობილური საშუალებებით თუ სხვადასხვა გაჯეტების მეშვეობით, პირდაპირ ეთერში თუ შემდგომ კონკრეტული კადრების მედიად თუ სოციალურ ქსელებში გავრცელება, რომელიც უზრუნველყოსო და სადაც იკვეთებოდა ასეთი ტიპის იზოლირებული გამოჟონვის შემთხვევები, უკანა გვერდზე გამოსვლის შემთხვევები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელმაც შემდგომ მისცა საფუძველი სხვადასხვა ჩართულ მხარებს, რომ ამ თემით სპეკულაცია და манипуляცია მოეხდინათ, ხო, თორემ რეალურად, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგიერთ შტატში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში და რავი რომელი ერთი ქვეყანა ჩამოვთვალო, სადაც ბიულეტენი ორმხრივი არის, არათუ ერთმხრივი და არანაირი ჩარჩო ფორმის გამოყენებაც კი არ ხდება და კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი პირდაპირ ათავსებს ხმის მთლელ აპარატში ბიულეტენს. ისევე როგორც ძალიან ბევრი შემთხვევა შემიძლია ჩამოგითვალოთ, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან, როდესაც საერთოდ ესე ვთქვათ, კონვერტშიც კი არ ხდება ბიულეტენის ჩადება, ტრადიციული არჩევნების ნაწილზე ვსაუბრობ და პირდაპირ მიდის ამომრჩეველი ათავსებს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში და იქვე თუ დგას დამკვირვებელი თავისუფლად შეუძლია დაინახოს და იდენტიფიცირება მოახდინოს ვის სახმა. ჩვენ შემთხვევაში ეს არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა, მაგრამ ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ინსტიტუცია მოახდინეთ რა იდენტიფიცირება, რომ ეს არის საფრთხე. საფრთხე იმისა, რომ ამ არჩევნებზეც ეს საკითხი თვითონ უწყინარი საკითხი არ მოხდეს ისევ სპეკულაციურად წარმოჩენა ამ მიზნით. უზრუნველყავით რა, რომ სპეციალ ქაღალდის საფარი იქნება დაფარებული ხმისთვალ აპარატზე. დიახ, ეს სხვათაშორის ძალიან გასაკვირი იყო ვენდორი კომპანიისთვის, იმიტომ რომ 30-ზე მეტ ქვეყანაში აკეთებს ახდენს არჩევნების მოდერნიზებას და არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ საჭიროებასთანაც კი ანუ ეს თემაც ამოწურული იქნება. დიდი მეც გამოთქვა, ყოველ შემთხვევაში მინიმუმამდე უზრუნველყოფთ თულთლიანად აღკვეთას არა იმისა, რომ კვლავ კიდევ ამ საკითხით ვინმე მის სპეკულაციას, იმიტომ რომ შეიძლება უკანა მხარეს დღესაც, ხვალაც, შემდეგ არჩევნებზეც კიდევ იყოს კვალი მარკირების, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში ვახო არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეუძლია მოახდინოს იმის იდენტიფიცირება თუ ვის მიეცით ხმა. და ეს ასეც მოხდა, ვერავინ ვერ დაადგინა ვინ ვის მისცა ხმა. ამას გარდა არის სპეციალური ჩარჩო ფორმა, რომლის სათანადოდ ხმის თვალ აპარატში მოთავსების შემთხვევაში შეუძლებელია თუნდაც ამ გაჟონვის კვალის, უკანა მხარეს გამოსული კვალის იდენტიფიცირება, მაგრამ ეხლა რა ვქენით? არის საფარი და შეუძლებელი არის იქ თუ ვინმე მე საფარი არ აიღო, ეს დამაგრებული იქნება მხარად, რომ ესე მარტივი манипуляციით არ იყოს მისი მოხსნა შესაძლებელი და ამასთანავე დაგრძელდება ჩარჩო ფორმები მაქსიმალურად იმდაგვარად, რომ ასევე საფარის არარსებობის შემთხვევაში
სხვა შეიცვლება. არც ერთ შემთხვევაში აქ ფურცლის ხარისხს არ აქვს ესეც სპეკულაციურად წარმოაჩინეს, რომ თითქოს სქელი იყო, არ იყო სქელი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს აქვს თავისი სტანდარტი, როგორც მარკერს, ასევე აქვს ქაღალდსაც. ეს არის ვენდორი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სტანდარტისა და ეგრეთ წოდებული რეინჯის, ანუ შუალედის ფარგლები, როდესაც რაღაც გრამაჟზე და რაღაც გრამაჟზე მეც და ნაკლებს ვერ იძლევა, იმიტომ რომ ფიზიკურად სქელი ბიულეტენი ვერ მოთავსდება ჭრილში. ისევე როგორც თხელი თუ არის ძალიან, ასევე ესეც შეიძლება დააზიანოს აპარატი. ამიტომ ეს არის სტანდარტებში და ჩვენ კარგად ვნახეთ სხვათა შორის, რომ შეცდომით, როდესაც ამომრჩეველს გადაეცა ორი ბიულეტენი, ეს ორი ბიულეტენი არ მიიღო აპარატი. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ იქ მეტი სქელი რო გაგვეკეთებინა, ეს შეუძლებელია. ამასთანავე მარკერი ხო, რომელიც გახსოვთ როგორი სპეკულაციურად წარმოაჩინეს თითქოს იქ მათემატიკი ეწერა, არ ეწერა, წინა დღეს თითქოს შეიცვალა, ნუ 1000 რაღაც უსაფუძვლო ბრალდებები, მაგრამ არ არის აქ მარკერს. რა დაბალი პროცენტობის ალკოჰოლის შემცველი მარკერი არ უნდა იყოს, ის რომ მოვიდეს ამომრჩეველ და ძალიან მყარად მოათავსოს და გაფერადება მოახდინოს ბიულეტენის, ის უკანა მხარეს ალბათობა იმის რომ გავიდეს არსებობს. ამიტომაც არის ჩარჩოფორ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რა არის? იცით, ეს არის ტექნიკური მახასიათი. ძალიან მოკლედ ბატონო, გამოწვევთ ორი კითხვები რომ არის ერთი რამ, რომ ბმა ამომრჩეველსა და ბიულეტენს შორის არ არსებობს. როგორც ესე ვთქვა და არსებობს პრეზიდენტის არჩევნებისას, როდესაც საარჩევნო კოლეგიის წევრი სახელი და გვარი პირდაპირ დატანილი არის ბიულეტენზე და პირობითად ვთქვათ ვახტანგ ხუზმიაშვილი თუ გახლავთ საარჩევნო კოლეგიის წევრი, ყველა გაიგებს მთელი კოლეგია და მთელი ქვეყანა, ვის მიეცით თქვენ ხმა და ბმა დღეს ამომრჩეველმა გიორგი კალანდარიშვილმა ვის მისცა ხმა, ვერასდროს ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ეს ბმა იდენტიფიცირება იმის, რომ ჩემი ბიულეტენი არის და ეს თქვენ ვერასდროს თქვენ მე ვერ დამიმტკიცებთ იმას, ვის მიეცით ხმა. ეს არის ფუნდამენტური, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ დღემდე ამ თემით სპეკულაციები, მანიპულაციები ხორციელდება. ბატონ გიორგი, და თქვენ ისე ვართ ერთ სიახლეზე ვიტყვი, ამ არჩევნებზე იქნება სამსვეტიანი ბიულეტენი, ესეც ასევე უკვე დაამტკიცა CSCOM, ესეც ჩვენი სამზადისის ნაწილი არის. ერთ სვეტში იქნება მერობის კანდიდატი, მეორეში პროპორციული, მესამეში მაჟორიტარული და ამითაც სიახლე იქნება, რომ ესე ვთქვათ პირველად ეროვნული მასშტაბით, იმიტომ რომ ჩვენ ასეთი პილოტი ხო წანიში გქონდა 21 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სადაც ტექნოლოგიები იქნება ესე ვთქვათ განთავსებული,